მას შემდეგ, რაც მეორადი ავტომობილების გამბაჟება გაგვიძვირეს და 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანის შემოყვანა, ჩამოყვანა და გამბაჟება ფაქტობრივად უაზრობა გახდა, ჩემთვის ერთი კითხვა გახდა ძალიან აქტუალური, რომელზე პასუხის დარწმუნებული ვარ თქვენს ძალიან გაინტერესებთ. ახალი მანქანები, რომელია საქართველოში ყველაზე კარგი ახალი მანქანა, ოღონდ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, ანუ ყველაზე იაფი ახალი ავტომობილი, ოღონდ კარგი. ბევრი ფიქრი არ დამჭირდა იმის მოსახვედრად, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის აი ეს მანქანა, Toyota Corolla. ავტომობილი, რომელიც არის ბესტსელერი, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი. იმიტომ რომ არის ყველაზე გამძლე, ყველაზე უფუჭებადი და ყველაზე გამომდგარი. მაგრამ მოდით ამ ვიდეოში კარგად ვნახოთ კიდევ ერთხელ მართლაც რა ღირს ის დღეს ცენტრებში და რამდენად გონივრულია ამ ავტომობილის შეძენა იმ დროს, როცა მეორადი ავტომობილები ვეღარ ჩამოყვავს ისეთ ფასებში, როგორშიც აქამდე ჩამოყვავდა. Toyota Corolla-ზე ვიდეოს გადაღების იდეა გაჩნდა იქიდანაც, რომ ცოტა ხნის წინ შემხვდა ნაცნობი, რომელმაც მითხრა, რომ უკვე შეკვეთილი აქვს და ამერიკიდან ჩამოჰყავს Corolla 2023 წლიანი, მცირე დაზიანებით და ამ გაკეთებით და გამბაჟებით ყველაფრიანად უჯდება დაახლოებით $14,000, 30,000 მილი გარბენით. მე მაშინვე უთხარი, რომ ბარემ ცოტა დაგემატებინა და ცენტრიდან გამოიყვანდი ახალს, რომელსაც 10 წლიანი გარანტია ექნებოდა მეთქი და უცებ დაფიქრდა და მაგაზე არ მიფიქრიაო. ასეა, ქართველებმა ხშირად არ ვიცით ბევრ რამეზე დაფიქრება და ბევრ რამის გადამოწმება. პრაგმატულობა და პრაქტიკულობა ხშირად არ გვახასიათებს. აი მაგალითად, ტელეფონით დაწყებული ავტომობილით დამთავრებული ნიუთებში ხშირად იმაზე მეც ვიხდით, ვიდრე ამის საშუალებას ჩვენი ჯიბე გვაძლევს. რამდენჯერ გქონიათ შეხება ისეთ ფენომენთან, როდესაც თქვენს ნაცნობს აქვს ახალი, კარგი ტელეფონი, მაგრამ არ აქვს დასარეკი თანხა. ან ჰყავს მაგარი მანქანა, მაგრამ არ აქვს ბენზინის ფული. ესეთი შემთხვევები არის საკმაოდ ხშირი, ან მაგალითად იგივე მომენტი ყავს ავტომობილი, რომლის ფასი დიდად არ ჩამოუვარდება მისი ბინის ფასს. რატომ გადავიჭერი ამ თემებში და რატომ ვერ ევისხვის საქმეებში? აი, ეს მანქანა არის პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. Toyota Corolla არის ის მანქანა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამება თავის ფასს და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ მისი ფასი საქართველოს ცენტრებში, Toyota ცენტრი თბილისში, Toyota ცენტრი თეგეტასა და Toyota ცენტრი ბათუმში მართლაც ძალიან სარფიანია და ახლა არის გონივრული ამ მანქანაზე დაფიქრება. იაპონელებს ეს მანქანა არ შეუქმნიათ მდიდრებისთვის, რომლებიც მზად არიან ბევრი ფული გადაიხადონ ემოციებში, სისწრაფეში, ულტრათანამედროვე კომფორტში. მათ ეს მანქანა შექმნეს ისეთი ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მანქანაში გადახდილი თითოეული $1 და ცენტიც კი იყოს გამართლებული და არ იყოს წყალში გადაყრილი. და ამავდროულად ეს სულაც არ არის უბრალოდ იაფფასიანი მანქანა. ეს არის იაპონური ავტომობილი, ეს არის Toyota, რომელსაც ყველაფერი აქვს, რაც აუცილებელია ჩვენთვის, სრული კომფორტი, სრული უსაფრთხოება, 10 წლიანი გარანტია. მოდით გულახდილად ვთქვათ, რომ ამაზე მეტი მანქანა კაცი შვილს არ ჭირდება. ეკონომია მხოლოდ ავტომობილის შეძენის დროს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ უფრო მნიშვნელოვანი არა მისი მოხმარების პერიოდში. იმიტომ რომ ექსპლუატაციის დროს მანქანას 1000 სერვისი სჭირდება. ასევე არის ხოლმე გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როდესაც მანქანა ფუჭდება და დამატებით ითხოვს სერვისს. იმისათვის რომ ავტომობილი მუდმივად თქვენგან არ ითხოვდეს ფულის ხარჯვას, უნდა იყოს გამძლე. როდის არის მანქანა გამძლე? როცა ის არის მარტივი. Toyota Corolla-ში თუკი რომელიმე ავტომობილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მარტივი და ამავდროულად უსაფრთხო და კომფორტული, ერთ-ერთი პირველი არის სწორედ Toyota Corolla. ჩვენ დღეს Corolla-ს ისეთ ვერსიას ვიღებთ, ისეთ მოდელს, რომელშიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი კომბინაციაა ძრავის და გადაცემათა კოლოფის. ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ტექნიკა. ამ შემთხვევაში ამ Corolla-ს აქვს ძალიან მარტივი, ერთ რიგა 4 ცილინდრიანი 1.6 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა.
121 ცხენის ძალით და 153 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. არაფერი გრანდიოზული, მაგრამ ძალიან საიმედო. ეზრავა ამ კოროლაში თანამშრომლობს Toyota-ს ვარიატორთან. ეს არის ასევე წლების მანძილზე გამოცდილი i-Sin-ის ვარიატორი, რომელიც გვხვდება ხოლმე Toyota-ებში და Lexus-ებში. ამაზე უფრო გამძლე, ამაზე უფრო საიმედო კომბინაცია კაპოტის ქვეშ რომ იპოვო, ეს არის დღეს ძალიან რთული ახალ ავტომობილში. კი, ადრე ჰქონდათ და უკვდავი ტექნიკით ბევრი იწონებდა თავს, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე თითზე ჩამოსაცვლელ წარმოებლებს თუ შემორჩათ ასეთი ტექნიკა და ისიც ძირითადად იაპონელებს. ეზრავა არ არის ახალთახალი, მაგრამ ეს კოროლასთვის სულაც არ არის ცუდი პირიქით. ეს არის წლების მანძილზე გამოცდილი აგრეგატი, რომელსაც თავისი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვს. რაც შეეხება სიმძლავრეს, თუ კი 121 ცხენის ძალა თქვენთვის საკმარისი არ არის, პრაგმატულმა ადამიანებმა გახსოვდეთ იციან, რომ სარეზერვო სიმძლავრე დამატებითი ფული ღირს. საჭირო კი ყოველთვის ნამდვილად არ არის. მოკლედ, თუ კი Toyota-ს ხარისხი და გამძლეობა გსურთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, Corolla არის ეს მანქანა, რომელიც ამ სურვილს დაგიკმაყოფილებთ, ოღონდ Corolla-ში რაღაცეებზე უარის თქმა მოგიწევთ. სალონს გულისხმობდა ინტერიერს. ოღონდ უარის თქმა მოგიწევთ ისეთ რამეებზე, რაც უკვე სცილდება ბიუჯეტური კლასის დონეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მთავარია, ამ მანქანას სალონში აქვს. სანამ დეტალურ ჩამოთვლაზე გადავიდოდეთ, მოდი ჯერ საერთოდ დავქოქოთ და შევხედოთ პირველ რიგში საჭეს, რომ რა თქმა უნდა, საჭი არის ცოტათი old school დიზაინია, ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს და თქვას, რომ ეს ზედმეტად ძველმოდური საჭის დიზაინია, მაგრამ აქ ყველაფერია, რაც უნდა დაგხვდეს მულტიფუნქციურ საჭეზე. კრუიზი, აუდიო სისტემის ღილაკები, აი ამ ეკრანის ფუნქციების შეცვლის ღილაკები, აქ არის უკვე რესტაილინგის შემდეგ უკვე ციფრული დაფა, სადაც ხედავთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაცემებს, მათ შორის საწვავის ხარჯს, ბორტკომპიუტერის სხვადასხვა მონაცემებს, რეჟიმს და აქვს ორი რეჟიმი, ეს არის სპორტი და ნორმალი, ნორმალში შედის ეკოც და აი აქ არის ეკო მაჩვენებელი, ამის შეცვლა რა თქმა უნდა შეიძლება გადაადგილო, აქეთ გადმოიტანო, პირიქით უკან დააბრუნო და ან შუაში გამოაჩინო. ერთი სიტყვით ეს უკვე აღარ არის ანალოგური, აქ ხედავთ ჩვენ ციფრულ ეკრანს, რომლის გრაფიკაც ოკეია, არ არის სასწაული, მაგრამ არის ნორმალური მისაღები, ისევ როგორც აი ეს ეკრანი, რომელიც საკმაოდ დიდია და აქაც ისევ და ისევ არის მარტივად ყველაფერი, გრაფიკა მისაღებია, არ არის სასწაული, მაგრამ არის მისაღები. იმაზე მეტი, ვიდრე აი ამ ფასში და აი ამ კლასის ამ კატეგორიაში ელოდები. რა აქვს ისეთი, რაც გვაფიქრებინებს, რომ Toyota-მ გააკეთა ეკონომია ჩვენზე, როცა ამ მანქანის ყიდვას გადავწყვეტთ. მასალების ხარისხი აქ არის მაგარი პლასტმასი. კი ბატონო, აი აქ უკვე რბილი მასალაა, აქაც რბილია, აქაც კარგად შესრულებული, არა მყარი და არა ესეთი არა იაფასიანი პლასტმასი. სადად გადაწყვეტილი, ისე როგორც Toyota-ს ჩვევია. და ამ კლასისთვის მართლა გასაოცარ კარგ შესრულებას ხედავთ ჩვენ აქ. ამ მანქანას, აი ამ კონკრეტულ აი ამ მოდელს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, გავლილი აქვს უკვე თითქმის 100,000 კილომეტრი, 98,000 კილომეტრი აქვს გავლილი და წარმოიდგინეთ რა კარგად არის მაინც შემონახული 100,000 კილომეტრის მერე საჭის მდგომარეობა, სალონის მდგომარეობა, სვეთა დიდად არ ეტყობა, ესეც Toyota-ს ერთ-ერთი უდიდესი პლუსია და თქვენ წარმოიდგინეთ ახალს რო გამოიყვანთ, რამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს თუ რა თქმა უნდა ცოტა გაუფრთხილდებით კიდევაც აი ამ ვიზუალურ კარგ მდგომარეობას. აი ეს ბერკეტი ძალიან მომწონს რო არის ძველმოდური, ნაღდი ბერკეტი, ხელის მუხრუჭის, ან გნებავთ სადგომი მუხრუჭის, არ არის ეს ელექტრონული და მოგეხსენებათ რაც ნაკლები ელექტროობა, მით ნაკლები თავის ტკივილი და მით მეტი გამძლეობა, ანუ არის ჩვეულებრივი ნამდვილი ბერკეტი. გადაცემათა კოლოფის ვარიატორის ბერკეტი არის თავის ადგილზე, საკმაოდ მოკლე, კომპაქტური და ესეთი კომფორტული გადასართველი. აქვს სპორტული გადართვების იმიტაციაც, ანუ მექანიკური გადართვების იმიტაციაც აქვს ამ ვარიატორს და გამოგადგებათ ხანდახან, როცა გასწრებაზე გინდათ, ან რა ვიცი, გინდათ რომ გაერთოთ უბრალოდ.
სპორტის რეჟიმს მე უკვე რო დავიზრები, მე ჩავრთავ და მე გეტყვით რას გულისხმობს სპორტის რეჟიმი ამ მანქანაში. სავარძლები, მისაღები, ეს არ არის სამ შემთხვევაში ტყავის სალონი, ეს არის ჩვეულებრივი ნაჭრის სალონი, რომელსაც ასევე არ ეტყობა დიდად ცვეთა. ჩვენ სპეციალურად ვიღებთ დღეს ისეთ მოდელს, რომელიც არის არაჰიბრიდი, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გამოვარკვიეთ Toyota-s ოფიციალურ ცენტრებში, ყველაზე ესეთი მისაღები ფასი ამ შემთხვევაში აქვს Corolla არაჰიბრიდს, ბენზინის ძრავის მქონე 1 და 4 ცილინდრიანი მარტივი 1.6 ატმოსფერული ძრავის მქონე ვერსიას. ეს არის ყველაზე იაფი Corolla-ებს შორის და მე სწორედ ისეთი მანქანა მინდოდა გადაგვეღო და გაგვირესდა, რომელიც არის ყველაზე იაფი ახალ მანქანებს შორის. ეს არის ოჯახის მანქანა, ისეთი ოჯახის, რომელსაც არ აქვს დიდი შემოსავალი, აქვს საშუალო შემოსავალი და უნდა რომ იყიდოს მანქანასთან ერთად სრული სიმშვიდე და იმის კომფორტი, რომ ეს ავტომობილი არ გაუფუჭდება და არ მოუწყობს უსიამოვნო სიურპრიზებს. მეორეს მხრივ ეს არის ავტომობილი კომპანიებისთვის, თუ გაქვთ კომპანია, გყავთ მძღოლები და რაღაცა გჭირდებათ სარბენი ავტომობილი, რომელმაც არ ვიცი რა უნდა წაიღოს და წამოიღოს, ან ვინ უნდა წაიყვანოს და წამოიყვანოს, არის ფაქტობრივად იდეალური. ყოველ შემთხვევაში, ეხლა როცა განსაკუთრებულ ფასად იყიდება ეს მანქანა, სარბენად მძღოლებისთვის, კომპანიებისთვის, როგორც კორპორატიული ავტომობილი, იმიტომ რომ რეალურად კომფორტი აქვს საკმარისი მეტიც კი იმისთვის, რომ ხანდახან ბოსიც კი მიიყვანოს სადმე, თუ არა და დოკუმენტაციის წაღება წამოღება ნებისმიერ მგზავრი ამ ავტომობილით იმგზავრებს ისე რომ არ გაუშვნება კითხვის ნიშანი ეს რა მანქანაში ჩამსვეს, ეს არის Toyota. პირდაპირ გეტყვით რომ დინამიკის და სპორტულობის და სისწრაფის კუთხით ამ მანქანაში არ უნდა ელოდოთ რაღაც სასწაულებს. ამას არც მისი სიმძლავრო გვირდება 121 ცხენის ძალა აქვს სულ რაღაც. არ არის ნელი სხვათა შორის 11 წამში ჩქარდება დაახლოებით 100 კმ/სთ-მდე და ეს არ არის სასწაული მაჩვენებელი, მაგრამ თუ ამაზე მეტი სისწრაფე გინდათ, მაშინ უკვე Toyota-ში უკვე სხვა ავტომობილი უნდა იყიდოთ, უფრო მაღალი კლასის თუნდაც სედანი და იცით ალბათ მიხვდით რომ პირველ რიგში Camry-ზე მაქვს საუბარი, ან ნებისმიერ სხვა მოდელზე. ახლა მე წოლიარი პოლიციელზე გადავდივარ და ეგრეთ წოდებულ ბუგაროგზე და აი მაშინვე ხვდები რომ ეს მანქანა და ნებისმიერ 40-ზე სხვათა შორის მაშინვე გრძნობ და ხვდები რომ Toyota Corolla ითმენს, ბევრ რაღაცას ითმენს და იტანს. მარტივი და სანდო საიმედო ტექნიკა. უკან Corolla-ს აქვს მრავალბერკეტიანი საკიდარი, საჭის ჰიდროგამაძლიერებელი წლებია უკვე არის ელექტრონული და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ კარგად ემორჩილება მძღოლის ბრძანებებს, საკმაოდ ისეთი მართვადი და მანევრული ავტომობილი არის. თუ კი შეიძლება რომ Corolla იყოს მართვადი, ამაზე მეტი მართვადობა ამ კლასში და ამ ფასში მე მართლა ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, შეგახსენეთ რომ ეს არის არაჰიბრიდი, ჩვენ ავირჩიეთ არაჰიბრიდი იმის გამო რომ რეალურად ყველაზე იაფი ღირს Corolla-ებს შორის არის სწორედ არაჰიბრიდი და მინდოდა იმ დასკვნის გაკეთებაც რამდენად საჭიროა საერთოდ ჰიბრიდში უფრო მეტის გადახდა, თუ რა თქმა უნდა არ ხარ ტაქსი მძღოლი და არ დადიხარ ბევრს. არაჰიბრიდი 1 და 6 4 ცილინდრიანი მარტივი ატმოსფერული ძრავა და ვარიატორი, Toyota-s გამოცდილი ვარიატორი, აი ეს ის. ჩემი დღევანდელი საწვავის ხარჯი გამოვიდა საშუალოდ 6.4 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს მოიცავდა როგორც ქალაქს, ისე ქალაქგარეთ სიარულსაც, დაახლოებით 1 საათი ქალაქში ვიარეთ, შემდგომ გამოვიდით ქალაქგარეთ. აქვე მიჩვენებს 7.8 litrს ბოლო პერიოდში მაქსიმალურ წვას და ეს ბოლო პერიოდი არის 30 მარტიდან არის დათვლილი, ანუ ბოლოს გაანულეს 30 მარტს. და ეგ არის 7.8 ლიტრის საშუალო წვა. რაც ძალიან კაი მაჩვენებელია არაჰიბრიდისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამ მანქანას 10 და 11-ს დააწვევინოთ, თუ სპორტის რეჟიმში ივლით და მაღალი ბრუნებით და მაღალი აჩქარებებით, ცხადია, 10-ს დააწვევინებთ. შეიძლება ცოტა მეცაც, მაგრამ რეალურად 8 litrზე მეც ეს არ დაწვევს. სპორტი, კარგი, აი ეგ გვაქვს ხეზღილაკი. და ამ დროს უკვე მოხევა გამძაფრდა, რაც
ამ კლასში ასევე იშვიათია, ხშირად დაბალ და ბიუჯეტურ ფასის მქონე ავტომობილებში სპორტის რეჟიმი ნიშნავს ხოლმე უბრალოდ მაღალ ბრუნების დაჭერას. და ამ შემთხვევაში მოხევა არის უფრო ესეთი მკაფიო. ნახეთ? რა თქმა უნდა, იძაბება, იმიტომ რომ ეს არის სულ რაღაც 4 ცილინდრი, ეს არის სულ რაღაც 121 ცხენის ძალა, მაგრამ ქალაქგარეთ გასწრებებისთვის და ისე თქო, ცოტა აგრესიული სიარულისთვის ესეც საკმარისზე მეტია. ასე რომ არ მოისაკლისებ სიმძლავრეს გასწრებაზე გასასვლელად, ყოველ შემთხვევაში რაღაცა რაკეტა ეს მანქანა არ არის და ვერც იქნება, მაგრამ სპორტის რეჟიმში როგორც კი გადააგდებთ, ძალიან მარტივად გახვალ გასწრებებზე. ახალი ავტომობილები ცენტრებში იაფი არ არის. მაგრამ თუ კი რომელიმე მოდელზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს ხელმისაწვდომი ფასი და შეესაბამება მისი ხარისხი და შესაძლებლობები ფასს მაქსიმალურად, ერთ-ერთი პირველი, რომელიც გაგვახსენდება, არის Toyota Corolla. და დღეს კიდევ ერთხელ დავrწმუნდი ამაში. Corolla არის გულახდილი მანქანა, რომელიც არაფერს არ გატყუებთ და არ ცდილობს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას რაღაც ვიზუალური ეფექტებით ან რაღაცა ულტრათანამედროვე მასაჟორის ავარძლებით ან ასე შემდეგ. ეს მანქანა არის გულახდილი, ზუსტად ისიც, რასაც გთავაზობთ, არის საკმაოდ პრაქტიკული, არის ძალიან გამძლე, ეკონომიური, პრაგმატული და ისეთი, რომელიც ძალიან დიდხანს გასიამოვნებთ, მით უმეტეს აქვს 10 წლიანი გარანტია. როგორ მოქმედებს 10 წლიანი გარანტია? აქვე ჩავშალოთ, როდესაც ვადა გასცეს ქარხნულ გარანტიას, თუ კი თქვენ მუდმივად გაუკეთებთ Toyota-s ოფიციალურ სადილეროში გეგმიურ მომსახურებას, გარანტია გახანგრძლივდება 10 წლამდე. რამხელა ფსიქოლოგიური შვებაა, როდესაც იცი რომ ავტომობილს 10 წელი ექნება გარანტია. აი ამ 10 წლიანი გარანტიით და კიდევ იმით, რაც ამ ვიდეოში ვისაუბრებ, Toyota Corolla თავის სეგმენტში, თავის ფასში და თავის კლასში მე დაუმარცხებელი მგონია. დაუმარცხებელი მგონია ახალ ავტომობილებს შორის, რომლებსაც ხელმისაწვდომი ფასი აქვს საქართველოში. და მით უმეტეს, ახლა, როდესაც Toyota Center თბილისში, Toyota Center თეგეტასა და Toyota Center ბათუმში ასეთი კარგი ფასი აქვს. ამ ვერსიის ფასი გახლავთ $17,400 ექვივალენტი ლარში. და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრეიდინის სისტემით, ჩააბაროთ Toyota ან სხვა მარკის ავტომობილი და დაამატოთ შესაბამისი თანხა და გამოიყვანოთ აი ეს ახალი Corolla.